ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო ქართულ ოცნებას ეროვნულ დონეზე თავისუფალი და სამართლიანი განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიურო ოცნების ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფრთხებლად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის მზიამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად ცესპატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას. ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს. მათ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე თავიანთი დემოკრატიული უფლებების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს. განცხადების თანახმად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება დაადასტუროს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიუროს ჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესში შედის. ამან გზა ახალ ეროვნულ არჩევნებს უნდა გაუხსნას, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე იქნება დაფუძნებული. ასევე ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან უნდა ითანამშრომლოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები წელს ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის, ამიტომ პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე ეს არჩევნები უნდა გადაიდოს. ბიურო მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი ამ მიზნით მხარდაჭერისთვის მზად არის. 2025 წლის 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს. მათ სპეციალური მისია მოავლინეს საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებისთვის, არის შემდგომი, რომ თუ საქართველოში არ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, არანაირი აზრი არ ექნება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, რომელიც გამოაცხადა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში. მე მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება ამ ორგანიზაციისგან, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ კეთდება მოწოდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ არ მოხდება შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე.